დავამზადოთ გამომცხვარი ბოსტნეული ქათმით 2 ნაბიჯის რეცეპტით. დავჭრათ 4 ცალი კარტოფილი, 3 ნაჭერი ქათმის ფილე, ნიორი, ხახვი, 2 ცალი პომიდორი და 2 ბულგარული წიწაკა. შემდეგ დავამარინადოთ ქათამი, ასევე დავუმატოთ სანელებლები კარტოფილს და გავამზადოთ ჩასალაგებლად. ინგრედიენტებს რიგრიგობით ვალაგებთ გამოსაცხოპ ფორმაში და ვდგამთ ღუმელში 180 გრადუსზე 9 საათით. 9 საათის შემდეგ ვამატებთ ყველს და კიდევ ვდგამთ 10 წუთით. საბოლოოდ გამოვიდა ასეთი გემრიელი კერძი, რომელიც ძალიან სწრაფად კეთდება.